გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული თარიღი არის ნამდვილად. არის ეს გადაჭარბებითი ნათქვამი იქიდან გამომდინარე, რომ დიახ, დიდგორობა და დიდგორი იყო ის ბრძოლა, რომელიც ბრძოლის მეშვეობითაც არა მარტო საქართველოს, მთლიანად აღმოსავლეთ საქრისტიანო გადარჩა და აღმოსავლეთ საქრისტიანოს მთავარი, ასე რომ ვთქვათ, ფლაგმანი დავით აღმაშენებელი და მაშინდელი ქართველობა იყო. ამიტომ ამ დღის მნიშვნელობა ბევრს საერთოდ გააზრებულიც არა აქვს. ზოგიერთ რიგით ბრძოლად თვლის, ზოგი საერთოდ არაფრად არ თვლის და ვიტყვი ამას რატო არაფრად არ თვლის და უბრალოდ რიტუალში მონაწილეობენ. და ქართველებმა საერთოდ ჩვენი სულიერი მისია და ჩვენი არსებობის მისია უნდა გავაცნობიეროთ, თუ რატომ ვართ, რისთვის ვართ, ისტორია რას გვეუბნება და აქედან გამომდინარე. ამიტომ ყველა ნორმალურ ადამიანს, ყველა ნორმალურ ქართველს, ვისაც ქართველობა შერჩენია დღეს და ქართველ არ საქართველოში ლამის, მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ქართველები ისე გავენ მაშინდელ ქართველობას, როგორც კატალონს და დღევანდელი მმართველები ისე გავენ დავით აღმაშენებელს, როგორც ნამდვილად კატალონს. და აქედან გამომდინარე ბევრ რაღაცაზე გვაქვს დასაფიქრებელი, თუნდაც ახლანდელი სულიერი ლიდერები საქართველოს ეკლესიაში შეფარებული ანაფორიანი ყანდურები. აი სანამ გავაგრძელებდი ამ თემას, მანამდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. გუშინ ჩემი ფილმი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეხებოდა შინდისის ბრძოლას და სამედიცინო ემიგრაციას, ჩემ არხზე დაიდო. ყველას, ვისაც გაინტერესებთ ფილმი, არის აქ მითითებული ლინკზე, შეგიძლიათ გადაბრძანდეთ, ნახოთ და მადლობელი დაგრჩებით, უფასო არის ეს ყველაფერი, თუ არხს გამოიწერთ და მოიწონებთ, იმიტომ რომ ეს ვიდეოს გავრცელებას მოუტანს და ძალიან ბევრ და საინტერესო ფაქტებს აღმოაჩენთ რეალობას ქართული სახელმწიფოსი. ეს საერთოდ დღევანდელობის დღეს ეს აგვისტოს თვეები საერთოდ ისეთი თვე არის, რომ ფსევდოპატრიოტების განსაკუთრებული აღტკინების პერიოდი დგება ამ პერიოდში და გუშინ შინდისის ბრძოლაზე საუბრობდნენ და გმირობის მაგალითზე საუბრობდნენ და ნახავთ თქვენ ამ ფილმში შინდისის გადარჩენილ მონაწილეს როგორ იქცევიან, ან შინდისში რა მოხდა, ან რატომ გაასაიდუმლო ეს ინტერვიუ, რომელიც უჩაგუგუჩიასთან იქნა ჩაწერილი. ყველაფერს გაიგებთ, ნახეთ, შეგრძანდით თქვენ თვითონ და გუშინ ესე იგი ნიანგის ცხრილები გადმოდიოდათ შინდისში, პატრიოტიზმზე ლაპარაკობდნენ და დღევანდელი დღე გათენდა და 12 აგვისტოა და დიდგორობაზე დაირაზმენ და წავიდნენ. იყო ეს ჩიჩილაკა, იყო ეს კაკოია თაბაგარი, ეს შიო გამოსული, ილაპარაკეს დიდგორის მნიშვნელობაზე, ავიცი სულიერ აღალ-მაღალ საფეხურებზე და ასე შემდეგ და ბიჭო, რომელი ახლა გიორგი ჭყონდიდელი შენ მყავხარ? ბიჯოთი მოგმართავ ნახდათ, იმიტომ რომ ამის ღირსი ხარ შენ. არც სასულიერო პირი ხარ და მით უმეტეს არც ის რისთვისაც გამზადებენ რა. და ჩვენი ერი ცოდვაში არის ჩავარდნილი და უბედურებაში არის ჩავარდნილი, შენნაირი სასულიერო პირები რო ყავს. და აგე რა, იმისი რა ქვია, ჩიჩილაკასნაირი და იმისნაირი, რა ქვია, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისნაირი პრეზიდენტები. აი, ხო ვთქვათ, ამათმა ჩაატარეს ის ჩვევია, როგორც ჩვევიათ ეს ცარიელი სიტყვების რახუნი ჩაატარეს დიდგორზე და საინტერესო მომენტი არის ის, რომ პარალელურად, როდესაც ამ ყველაფერზე მიდის საუბარი, აგერ ინფორმაცია ღია წყაროებით, კაც ჩვეულებრივად
ვრცელდება, რომ თურმე საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და ნამდვილად ასე მოგიხსენიებ. მე პირადად არ მქონდა ვინც ადევნებდა თვალს ჩემ ბლოგს, არ მქონდა ნამდვილად ყაველაშვილის მიმართ რაღაცა ცუდ დამოკიდებულება, როგორც ატეხეს დიპლომო და ეს და ეს და ის და ის, მაგრამ დიპლომი არ ჭირდება სამშობლოს სიყვარულს, რა თქმა უნდა და რაც მაგან ახლა დღეს გააკეთა, ეს იყო მთელი საქართველოს ისტორიის მიფურთხება, საერთოდ ისტორიაზე გადაბიჯება, დიდგორის კი არა, საერთოდ ყველაფერზე სულში ჩაფურთხება. დღეს 12 აგვისტოს იმის ერდოღანას მიწვევით თურმე ჩვენი პრეზო ჩავიდა თურქეთში, ანკარაში და ათათურქის საფლავზე მივიდა, ყვავილები დააწყო, აღნიშნა ცრემლის გადმოყარა ალბათ 1-2 და ქართულ-თურქულ მეგობრობაზე ისაუბრა და შენი ჭირიმე შენგენას რომ მე ახლა ამას ვარ ვიგონებ კაცო, აგერა, აი 12 აგვისტო, აგერა. მიხეილ ყაველაშვილი, აი, აგერა. ჩავიდა ეს სირი თურმე პრეზიდენტი ერდოღანის მიწვევით ყოფილა. ერდოღანმა შემთხვევით არ მოიწვია ესე 12 აგვისტოს ათათურქის საფლავის საკოცნელად. ამასაც უნდა დააკვირდეს ნორმალური ადამიანი. ახლა მე ამას როგორ ვამბობ კაცო. თან პირველი ვიზიტი აქვს თურქეთში. მოიწვია დიდგორობა დღეს და მოიწვია ათათურქის საფლავის საკოცნელად. მივიდა იქ ვაჟბატონი დიდგორობა დღეს და აგერა ათათურქის საფლავი შეამკო ყვავილებით, ილაპარაკა თურქულ-ქართულ ძმობაზე და გაგრძელებს ახლა იმას, რა ქვია, ბრტყელი სიტყვების ბრახუნს და წავა ახლა და ჩაიხუტება ერდოღანს დიდგორობა დღეს და იტყვის, რომ როგორი ისტორიული ძმები ვიყავით და შეიძლება ბოდიშიც მოუხადოს დიდგორობის გამო ათათურქის საფლავზე უკვე მოიხადა ბოდიში და ახლა ერდოღან შეიძლება მოუხადოს ბოდიში, რომ გვაპატიეთ ქართველებს, აპატიეთ დავით აღმაშენებელს, აპატიეთ ქართულ მხედრობას, ის რომ 1121 წელს, აგერ 904 წლის წინ გაგანადგურეთ, ამოგწყვიტეთ, იმიტომ რომ დამპრობლებად იყავით შემოსული, თურმე ძმებად ყოფილხართ შემოსული და მაშინ ვერ გიცანითო და ახლა ჩამოვედიო, აგერო, რომ ჩავკოცნო თქვენიო ყველაზე დიდი თურქის საფლავიო და ვინმე სხვა რა ვიწყდება, ვინ იყო ათათურქი. ათათურქი იყო ტაო-კლარჯეთის, შავშეთის, კოლას, ართვინის, არტაანის, იმერხევის მიმტაცებელი, რომელსაც კბილებიდან გამოგლიჯა აჭარა მაზდიაშვილმა და ადგილობრივმა და დანარჩენმა ქართველობამ, ვინც პატრიოტი ქართველობა იყო, რომელიც გაყიდული ჰქონდათ ასევე მენშევიკებს, სულად ძაღლებულ ჟორდანიას და სხვა ნაძირალავირთხებს, თორე აჭარაც შევიდოდა ნატოში შესული იქნებოდა, ახლა აჭარა და ბათუმიც იქნებოდა. ბიჭო, მე მეტყვით, რომ აიო ბევრს იგინები, ჩვენ არ მოგვწონს, რომ შენ იგინები, ეს როგორ შეიძლება, რაენით უნდა ელაპარაკო ელემენტარულად აი ამ ნაგავ საზოგადოებას, რომელი ნაგავი საზოგადოებას, მაგრამ რო ჩამოყვებით კომენტარებში, ღმერთმა დაგლოცოს ჩვენი პრეზიდენტი წარმატებებ და 1000 სირობა რო აქვს დაწერილი კომენტარში. ეხლა ამ ხალხს უნდა ელაპარაკო შენ დიდგორზე, ქრისტიანობაზე, დავით აღმაშენებელზე, ამ ხალხს უნდა ელაპარაკო რუის ურბნისზე, ამ ხალხს უნდა ელაპარაკო გამარჯვებებზე, ღირსებაზე, თუ რაზე უნდა ელაპარაკო, მართლა მაინტერესებს. ვითომ არაფერი არ მომხდარა. ჯუქი, მაგრამ თუ არაფერი არ მომხდარა, ერდოღანის სირი იყო 365 დღე, რომელიც არის წელიწადში. აგვირდით, 365 დღე არის წელიწადში. ერთადერთი დღე არის 12 აგვისტო. რახა მაინც 12 აგვისტოს მიიწვია ეს სირი, ეს არაკაცი,
ეს ნაბიჯვარი, ეს მათხოვარი, ფეხბურთელი კი არა, სირი იყავი და სირი ხარ და სირი დარჩები. მაშინ LCGPT-ების კანონს მიეცი ესა რა ქვია, ხმა და ერთადერთი ეს მინუსი აქვს, ვამბობდი და ზუსტად ეს სულით მეტრაკე ყოფილ ხარ და სულით მამათმავალი და სულით არაკაცი ყოფილ ხარ და გამოავლინე შენი არაკაცობა და წადი ახლა და წოვე და ლოკე იმის რა ქვია. ათათურქის საფლავი. Რაღაცა მაინც 12 აგვისტოს მიგიწვია და რაღაცა მაინც არ შეგეძლოთ გადაგედოთ 13-ში წასულიყავით, 11-ში წასულიყავით. ნებისმიერ სხვა თარიღზე წასულიყავით. თუ თქვენ იმის ტრაკი გაქვთ, რომ 12 აგვისტოს მომდევნო 12 აგვისტოს დაპატიჟოთ ერდოღანას საქართველოში და დავითის საფლავზე აიყვანოთ და პატივი მიაგებიოთ დავითის საფლავისთვის, იმაში რა ქვია. გელათში თუ დიდგორზე დაღუპული მებრძოლებისთვის აი ეს ხალხი ხართ აი ამიტომ მე როდესაც დამიჭირეს და ბევრი მამტყუნებდა იმაში რომ თურმე ესე იგი მე მაინც უნდა მოვრიდებოდი მე რა მოხდა არ ვიცი ეს ჩმორული აზროვნება რო აქვს ამ ხალხს რომ თურმე თურქეთი ჩვენი მეგობარია ხوار გავაღიზიანებდით და თურმე მე დიდგორობის აღნიშნა რომ ამიგრძალეს ჩემ მეგობრებთან ერთად და 4 წლის წინ ჩემ მშობლიურ ქალაქში დამიჭირეს იმის გამო რომ დიდგორობას როგორ ბედავდი და აღნიშნავდი აი ასე მეუბნებოდნენ ეს მათხოვარი არაკაცი ადამიანები რომ თურმე მე ვიყავი პროვოკატორი რა ეს კოცები ამა დედა შევეცი ყველა კოცის დედა შევეცი რა აი მარტო აქედან გამომდინარე რომ ასეთი მთავარსარდალი გყავთ რა აი ზუსტად მარტო აქედან გამომდინარე ყველა კოცს მოგიტყა მკვდარი და ცოცხალი რა თავმოყვარეობა არა გაქვთ ბიჭო ამ მინიმუმ ამ ნაბიჯის მერე როგორ უნდა იყო კოცი და როგორ უნდა ხაზო 51 და ღმერთმა დაგლოცოსო თავზე გასაქმებთ ბიჭო ამ მთელი ისტორიას აფურთხებს სულში მარტო ჩემი მტერი რო იყოს კოცობა მე ჯანდაბას ხო ადამიანი ხარ და მტერი გეყოლება ახლა უარგის და წალწაღებული თუ არა ხარ უნტრო კაცის დედავადირე მაგრამ მაგის ღმერთი არ იქნა დიდგორობა დღეს რო ათათურქის საფლავის კოცნას დაიწყებ და ყვავილების მიტანას და შენ ჭირიმე შენ გინაცვალეს ერდოღანის ძახილს ამას რომელი ამართლებთ ერთი რომელი ამართლებთ ყველას შეგერგოთ ყველას მოგიტყანთ გამზდელი რა ყველა ერთნაირი კოცები ხართ რა უკარეთ ახლა ტაში და თავმოყვარეობა არ გაგახსენდეთ მიდით და 51 მოხაზეთ ომი ხო არა დაიძახ თქვენ უთავმოყვარეობა თქვენ უსინისო ადამიანები ეს იმის მანიშნებელი არის რომ საქართველოს ოფიციალურად გახდა არც მანამდე აკლდა მაგრამ განსაკუთრებით ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე თურქეთის ვასალი გახდა თურქებმა მოთხოვეს მიეფურთხებიათ საკუთარი ისტორიისთვის ჩაეფურთხებიათ ამ ყველაფრისთვის რაც ჩვენი წინაპრების სისხლი ომი ყველაფერი რაც იყო ჩათრეულიყვნენ საქართველოს დამპყრობელ საქართველოს დაუძინებელ ლიმტრის თურქის საფლავზე კოცნავ-პროშნა ეტეხათ და მადლობა ეხადათ იმისთვის. თუ მაგ დედამოწყლულ ადმინისტრაციაში შე არაკაცო, შე ნაბიჭვარო, შე მათხოვარო, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასალია და ისინი როგორ პირი როგორ დაღებული ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი თქვენ ყლეთა ჯოგო თქვენი დედა შევეცი მე ბიჭო. ნუ თუ ერთმა ადამიანმა საქართველოს ისტორია არ იცოდით ბიჭო, რომ 12 აგვისტოს არ მომხდარიყო ეგეთი რაღაცა? გიგონებთ რამეს არასწორს ვამბობ რამეს თუ ვინახართ ახლა მაინც ისეთები რომ თქვენი გინება და ლანძღვა არ შეიძლება ხო თუ ეცოდინებოდა ახლა არ ეცოდინებოდაო როგორ შეიძლება თქვა ადამიანმა ახლა პრეზიდენტმა გასაგები არა დონის პრეზიდენტიცაა მაგრამ დიდგორობა როგორ არ უნდა იცოდეს და ადმინისტრაციაში როგორ არ უნდა იცოდნენ თან ვიზიტი ის ხო არაა მაგაცმა დაგირეკოს წამოდი აგერ და ხინკალზე დავჯდეთ და ლუდი და ხინკალი მივირთვათო ან რაცა წევიდეთ გევისერნ გამევისერნთო გამოგივლი მანქანი თუ ეს ხო არა ვიზიტი იგეგმება და ვიზიტს გეგმავს საელჩოები თან ხდება ყველაფერი თითოეულ დეტალამდე არა მარტო ჩასვლა არამედ პროტოკოლი იქ სად უნდა მივიდეს, ვისთან უნდა მივიდეს, რომელ საათზე უნდა მივიდეს, ვინვის უნდა შეხვდეს და იქ ყველაფერში იყო ჩაწერილი. რომ აი აქ ჩამოხვალ 12 აგვისტოს, მიხვალ ათათურქის საფლავს ჩაკოცნი, მერე მოხვალ ეახლები
ეახლები მე ჩვენ იმას რა ქვია ათათურქ იმას თანამედროვეობის ათათურქს ერდოღანას და როგორც დამონებული დაჩმორებული ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას. ეხლა ეს ხვალ არავის აღარ ემახსოვრება და მორჩა დამთავრდა ხო რა მოხდა მე. საერთოდ თურქებს აქვს ესეთი გამოთქმა. ძველი იმპერიო მოყრათ არ გამოგადგებაო არასდროს. არ ხდება ქალბატონო რომ რა დამთხევა არის დამთხევასაც საიდან ხდება 365 დღეში მანდამაიძე ეს დღე რომელიც შეირჩა სპეციალურად რომელზეც შეთანხმდნენ საელჩოები რომელზეც ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა რომელზეც პროტოკოლი შეთანხმდა თითოეული გადაადგილება ნაბიჯი თავიდან ბოლომდე ყველაფერი იქნა შესრულებული ეს იყო დაგეგმილი და შესრულებული ჩვეულებრივად როგორც გაკეთდა დღეს მე ჰაბიტუსით ქართველი ჰაბიტუსით ქართველი არისო, აგარი ქართველია რომ შეხედაო ქართველს გავსო ესო რა ქვია. არც გაიმითქვი, არც უთიმითქვი ამ დედამოტყუნზე და არავყოლილო არ ამათ იმასა. თურმე აიცა ბიჭო, ატარახანი მოიცა, აგერ გამოავლენს თავის თავს. შენი კაცობის დედა შევეცი და შენზე ტაშისპურელის დედა შევეცი ყველასას. თავმოყარეო ქოცები. ხალხში ამას არანაირი რეაქცია არ აქვს. არანაირი რეაქცია არ აქვს. ვითომაც არაფერი არ მომხდარა, იმიტომ რომ ხალხი დაყვანილი არის ძირითადი მასა დაყვანილი არის ბიონაგავზე. საჭმელი, სასმელი, აბა არ ჩავიდოდა თურქეთთან, აბა თურქეთი სანქციებს დაგვადებდა, ესეთი ის. ასეთ გაправებებს დაიწყებენ. ესა ამ ბოზიშვილი ოჩოპინტრე ივანიშვილის მართული ქვეყანა. და ამ დედამოტყნული ქოცების მართული ქვეყანა მე გამოვა და ესა რა ქვია ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ ქვეყანაში. ყველი პაპუაშვილი გუშინ ლაპარაკობდა იმას რომ თურმე ყველა ქართველი ჯარისკაციო დიდგორზეო როგორც დიდგორზეო ისე მიდისო საბრძოლველათო მაგრამ ყველა მეთაურიო დავით აღმაშენებელი არაო თქვენი მეთაური არის დავით აღმაშენებელი ამას ბიჭო ამას როსტომ ხანი არის ზამდა. არათუ ზაქიჭამია. როსტომ ხანი არის ზამდა. ტომით ქართველი და რწმენა შეცვლილი და როსტომ ხანმა რო საქართველოს გაუკეთა, იმდენი ვის გაუკეთებია. ის არ იკადრებდა. მომისმინეთ შემოძმაო ელემენტარულ კითხვას გისვამ დღეს ეს დღევანდელ დღეზეო აუგათხსენებაო ეს არავაშკაც აბა რა ვთქვა მივესალმო იმის რა ქვია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ერდოღანის იმაზე რა ქვია ერდოღანის მიეწია ათათურქის საფლავზე და ღმერთმა დალოცოს რა მაგარი პრეზიდენტი გყავს და რა მაგარი მთავრობა არის შენი ჭირიმე შენგენაცვალე დიდგორობის მაგერა 904 წლის თავზე ჩავიდა და ათათურქის იმას საფლავს კოცნა დაუწყო მაგარია და საღოლეს ვიძახო თუ რა ვიძახო თუ ისე გავატარო არა მართლა მაინტერესებს ერთი შემოგევლა აი აბა როგორ რა ითვლება რა ჩაითვლება ხა ვაშკაცურად ჩემი მხრიდან როგორ უნდა მიმართო ან რომელ ვაშკაცობაზე უნდა ველაპარაკო მე ამ ხალხს მე პირადად როდესაც გამიჭირეს ამ დღეს თურმე მე ეს ყველაფერი მელანდებოდა ამას მეუბნებოდი რა უნდა მელანდებოდეს ჩემი დაჭერა რამოსატანი არის საქართველოში დიდგორობის აღნიშვნაზე კისრის ტეხით გაიქცა აგერ დედამოტყნული და ათათურქის საფლავს კოცნის დიდგორობა დღეს იქ რო ეგდოს იქ თუნდაც ფორმალურად რო ეგდოს დიდგორზე იქ რო ეგდოს და მის ხალხთან იყოს დღევანდელ დღეს აი იქაა წასული 900 წლის თავი მოდიოდა ჩვენ დაგვიჭირეს და თვითონ იმის რა ქვია პირბადეებით დოლბანდებით შემოკრული სახეზე აღნიშნეს დიდგორობის 900 წლის თავი. დიდგორზე მაინც გეხარ დედამოტყნულო მაშინ მაინც მოიხსენის დედლაინები ვერ დაარღვიეს. და ამას კიდე ეს უკვე
ფსკერზე მეტია ახლა მეგონა რომ ყველთვის უარესი შეიძლება მოხდეს მეგონა რომ ჯანდაბას რომ დამიჭირეს შემოყვანაში დიდგორობის აღნიშვნის გამო ეს იყო სერიოზული პრობლემა მართლა პრობლემა იყო და მართლა პრობლემა არის და ამაზე იქეთ რა უნდა ყოფილიყო და თურმე სადა ხარ ბიჭო აი რა მომდევნო წელს საერთოდ შენი პრეზიდენტი მიდის და დიდგორობას თურქეთში აღნიშნავს ათათურქის საფლავზე მიდის და ემთხვევა და კოცნის და დასირებული ქართველობა გამოდის და ღმერთმა დაგლოცოს რა მაგარი პრეზიდენტი ყავსო შენი ომი ხო არა მშვიდობა შენი ჭირიმე შენგენა ღირსება საერთოდ თავმოყარეობა საერთოდ რამე შემოგჩათ იმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნუ თუ ერთმა მაინც არ უთხარით შედედამოტყნული ნუ მიდიხარ იმ დედამოტყნული ბოჭორაშვილის სტრუქტურაში ნიუჟელი ერთი არ აღმოჩნდა ვინმე რო უთხრას რომ რა გინდა შეშობელძახო ახლა ათათურქის საფლავზე სირცხვილია ბოლო შენ ქვეყანაში უკან აფერ უნდა დაბრუნდეო არავინ არ აღმოჩნდა ნუ თუ იმ დედამოტყნულ საელჩოში თურქეთში ვისითაც ხდება ამ ყველაფრის შეთანხმება ერთი ქართველი არ აღმოჩნდა ბიჭო რო გეთქვა რომ 12 აგვისტოა და ამ თარიღს ეს არ მოხერხდებაო ყველა შახაბასის ნაბიჯვარი რა აღმოჩნდით და ყველა ათათურქის ნაბიჯვარი რა ვერ აღმოჩნდით თქვენი დედაშევეცი თქვენი წინაპარი ალბათ ილღაზის ჯარში იბრძოდა იმაში რა ქვია დიდგორობა დღეს მიმიფურთხებია ასეთი პრეზიდენტისთვის პოლიტიკოსებისთვის ეგრეთ წოდებული ოპოზიციები ახლა ხო რა ვინ არის ეგრეთ წოდებული ყვეროვნულები რომლებიც ძმაკაცობით ამაყობენ ხან ყარიბაშვილთან ხან კომელაურთან ხან ამასთან რა ქვია ახლა მოდაში თუ არა ახლა ყაველაშვილთან თქვენ გონიათ ვინმე რამე სიტყვის ჩვეულებრივად გატარდება ეს ყველაფერი იმიტომ რომ დააჩამორეს ქართული საზოგადოება და გადააგვარეს ისე რომ რა მოხდა ეს პრობლემას არ წარმოადგენს თქვენ წარმოგიდგენიათ თურქეთის დამოუკიდებლობის დღეზე ან თურქეთის ყველაზე დიდი აი გამარჯვების დღეზე რომ ჩამოიყვანო ერდოღანი და აღმაშენებლის საფლავი აკოცნია აი მე გავგიჟებული ვარ და მე ვყოფილი ვარ ჭკუიდან გადასული და მე ვყოფილი ვარ დებილი თქვენ ყოფილხარ ჭკვიანები თქვენ ყველაფერს ხედავთ კარგად სისულელი ანდ თუნდაც ის ფილმი რაც გადავიღე და იქ რაც ისტორიები არის მოყოლილი რაც წეღან გითხარით და კიდევ ერთხელ გეუბნებით შეგიძლიათ დახოთ აგერ ლინკზე და გავრცელოთ მაგრამ რა აზრია ხახა რო უკვირდები ამ ყველაფერს ხალხს დიდგორობა არ აინტერესებს და არ ახსოვს და შინდიზის ბრძოლა და 2008 წელი ახსოვს არ ვიცი მე ესეთი დღეს ტრანსლაცია უნდა მქონდეს YouTube-ზე ბატონ შალვა მაყრაძესთან ამ საკითხებთან დაკავშირებით რაზე უნდა ველაპარაკო აი დღევანდელი ქართველობის გადმოსახედი აღმაშენებლის მართლობაზე ფენომენზე დიდგორზე და ემაზე რა ქვია რუის ურბნისზე გვინდოდა საუბარი სოფლიო აღიარებს ვალერი და ქართველები აღარ ვაღიარებთ კაცო დიდგორობის აღნიშვნა დანაშაული არის ტრაგედია არის ვასი ამუმლაძე სადახარ შენი დედაშევეცი ის ძაღლი რომელიც იყო ჯორო დაგვიჭირა ეს პოლიციელი არ იყო ის ძაღლი იყო შენაირების დროა მოსული შენაირების შესირო არც აკოცებს რატო უნდა აკოცოს ერდოღანამ საქართველოში აღმაშენებლის საფლავს ჩმორი კი არა ალბათო ჩმორები არიან ესენი ამას სააკაშვილი არ გააკეთებდა სააკაშვილი მინიმუმ სირცხვილია იმას იტყოდა რომ ხალხი გაიგებს ვიღაცას ეცოდინება და თავს რაღაცა აღმაშენებელს ადარებდა და ასხებს ბოდიალობდა და ბჟოტიალობდა და ათათურქის საფლავზე 12 აგვისტოს არ ჩავიდოდა სააკაშვილი რო არ იკადრებდა იმას კადრულობთ გამოდით ახლა თქვენი დედაშევეცი ხოცებთან და აპრავეთ ეგ ყველაფერი 41 სააკაშვილი რო არ იზამდა იმას კადრულობთ არ ვიცი შემოკარგებო თუ ვინმეს რაიმე თუ რა კითხვა უნდა გქონდეს ამ ყველაფერთან და რა უნდა გიკვირდეს რომ ამის მერე ის უნდა გიკვირდეს რომ დიდგორობას დაგიჭირეს ამის მერე ის უნდა გიკვირდეს რომ აგერ ხრესილის ბრძოლის მონუმენტზე თურქის საერთოდ
გადაშლილი არის. ტერია უბრალოდ დაწერილი ვითომ კოსმოსიდან იყვნენ მოსული სოლომონ პირველთან საუბრად ხალხ. რა უნდა გიგვირდეს ხალხ? დამთავრებულია რა. ამ ბიონა გავაქცეულ მასას თუ გაწყვიტავ და ახალს თუ გაზრდი, თუ ამათი შეცვლა არ იქნება. ამათი შეცვლა არ იქნება. ამდენი მონა, ამდენი არაკაცი ერთი ეს კაკოია თაბაგარი რო შიო რო ბღაოდა იქ დღეს გამოსული იყო და დიდ სულიერ მდგომარეობაზე რო ელაპარაკებოდა, ერის სულიერ მდგომარეობაზე რო ჩვენო აწი გვაქვს, იდგორიო მოსაგებია. შენ გამოქლიავებულო კაკოია თაბაგარო. შენ პრეზიდენტს ვერ ეტყვი მაგას? კურთხევა შენ მიეცი ალბათ ხო იქ რო წასულიყო ათათურქის საფლავზე სალოცავად. შენ მიეცი ალბათ ხო? და შენმა მრევლმა ღმერთმა დაგლოცოს დაგიძარ. ფუი თქვენი დედა შევეცის ყველას.